თუ მიზანი არის ჯანმრთელობა და მე ვარჯიშს ესე უყურებ, რომ ვარჯიში არის ჩვენი სხეულის ჰიგიენა. ის როგორც გარედან ვიზუალურად უვლით ჩვენ თავს, სახის კანს უვლით, პირის ღრუს უვლით, იგივენაირად უნდა მოუვალოთ შიგნიდან სხეულს, იმიტომ რომ აი ამ პროცესებს ძალიან კარგად ხელს კრავს რა ეს ფიზიკური აქტივობა და სისხლის აჩქარება დღეში 1 საათი არის აი მართლა ჩვენი დღეგრძელი ცხოვრების საწინდარი. აი სიგარეტთან მიმართებაში ბარემ გავდავს ამ კითხვას. კატეგორიული ხარ თუ და აი მოწიონ და ივარჯიშონ? და ალკოჰოლზე იგივეს კითხავ. ხო, აი როგორი რაღაც არის ზოგადად არც არანაირი რაოდენობის ალკოჰოლი ან სიგარეტი არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის ცალსახად. მაგრამ შეუშლის თუ არა ეს ვარჯიშის ხელს? არ უშლის ხელს. უბრალოდ სიგარეტზე მე სხვა დამოკიდებულება მაქვს, სხვათა შორის ეს მე ინგლისიდან წამოვიღე და საკუთარ მაგალითზე მქონდა მე ეს რომ მეც ვიყავი მწეველი და სიგარეტი რასაც უშვება ყველაზე ცუდ სხეულს, რომ ეს არის ბრძოლის უნარიანობის დაკარგვა. მოტივაციას გიგდებს რა, დავიცი ყველაფერს. ისედაც აი რაღაც დაავადებების მიმართ სხეული არის უფრო ნაკლებად. იმუნური სისტემაც ქვეშდება. ანუ ალკოჰოლი დაჟე იმდენად არაგდებს, როგორც სიგარეტის მოწევა. მაგალითად ეხლა ინგლისში პირველი კითხვა იქ იმეთა რომ მიდიოდი, იყო წყალი და სიგარეტი. ალკოჰოლს ეკიდეთ, იმიტომ რომ იციან რომ ინგლისელები აი უღმერთოდ სვამენ. ეგ იმდენად არ იყო კითხვა, რამდენადაც სიგარეტი და წყალი და ეწევი თუ არა. როდის არის უკეთესი ვარჯიში? დილას, შუადღისას თუ საღამოს? და აქვს თუ არა სეზონურობა თქვა დილას საღამოს ამბავში? არა, ეს არის ინსტრუქცია არ აქვს ამას, როცა შენი სხეული არის 100%-ით პროდუქტიული, მაშინ არის კარგი ვარჯიში, მაგრამ ამ რეალობაში ესე არ იმას უნდა მოერგო ეს. ხო, აი როცა უკვე გამოფხიზლებული არის სხეული, საწვავი მიღებული აქვს სხეულს, ანუ ნაჭამი არის. მე ვემხრობი, ანუ მე ძალიან წინააღმდეგი ვარ უზმოზე ვარჯიშის. მაგრამ როგორი რაღაცა ერთი თუ ამ ადამიანს ჩაძინება უჭირს და ძილის პრობლემები აქვს, სასურველია რომ საღამოსკენ არ მოხდეს ვარჯიში. იმიტომ რომ ვარჯიში გაფხიზლებს და უფრო ენერგიაზე ხარ რა და ანუ რაღაცნაირად ანთებული არის სხეული და ეხლა ვისაც ჩაძინება უჭირს, ღამე რა თქმა უნდა უმჯობესია რომ ეს გადმოიწიოს ცოტა აქეთ დღის პირველ ნახევარში, მაგრამ როგორ რაღაცა იცი იმედენად ამ ჩვენს სოციუმში ვარჯიში არის საერთოდ უკანა პლანზე გადაწეული რომ ოღონდ ივარჯიშონ და ნებისმიერ ამაზე ოკეია. როცა მოგიხრხდება მაშინ ივარჯიშო.